იგი ჟურნალისტები არიან მხარე. ეს უნდა ითქვას. და მე არ ვიცი ვინმეს ეწყინება თუ არ ეწყინება, მე ტელევიზია და ობიექტური და მომავალი ევროპული მასმედია და განსაკუთრებით ტელევიზია მიმაჩნია ისეთ ადგილად, სადაც ჟურნალისტი ამ არგუმენტსაც და იმ არგუმენტსაც შეაფასებს და არ იტყვის, რომ იცი რა, მე მეგობრებო, ამას უჭერ ხაზს. მოდი, ჟურნალისტების საქმიანობის რევიზია შევეშვათ, ჩემ კითხვაზე გადავიდეთ რაღაც კითხვა. არა, დიდი ბოდიში, ინგა. ან არაკორექტულ გამონათქვამს თუ ხმარობს, ეს გაძლევს თქვენ საშუალებას, რომ იგივე გამოიყენოთ. სხვა ექსპერტების ნათქვამი, რომ ივანიშვილი გარბის არ მოგისმენიათ? თქვენი აზრით, თუ იტყვის ექსპერტი თუ გინდა 2-3, ან ჩემი 2-3 თანაგუნდილი, ჟურნალისტები ვალდებული არიან გაიმეორონო გარბის. თქვენ არ უნდა შეაფასოთ, არა. ეს შეკითხვა ბატონო მიზინა. ახლა თქვენ ვერ ამიგზავნოთ კითხვის დასმას. არ გიგადებთ, მე არაფერს არ აგიგზავნოთ, ლეკო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან, მე ამისთვის არა ვარ. მე არაფერს არ აგიგზავნოთ, მე უბრალოდ უფლებას დავიტოვებ ჩემთვის, თუ საშუალება მომეცემთ თქვენთან შეხვედრის, რომ შეგიკითხოთ. რას გულისხმობთ და რამდენად არგუმენტირებულია თქვენ კითხვაში. მე შეკითხვა დაუსვი, რასაც თქვენი კითხვაში არის თუ არა გასწორეს გაქცევას, ჩემი აზრით გასწორეს გაქცევას. რა თქმა უნდა, პოზიცია ფიქსირდება ჟურნალისტიკის. რას ნიშნავს გასწორეს გაქცევას? თქვენ რო ამის ეჭვი გაქვთ, ამას ეკითხებით უკვე ეს პოზიცია. არა, ეგრე თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ მეც მხარე ვარ. ბატონო მამუკა, როცა კითხვას ვსვამ, რომ ამ არჩევნებში გასვლა ბიზნეს უფრო აწყობს თუ თქვენ. კი ბატონო, ერთი წამით რა ია. თუ თქვენ გავხდათ პედესტალიდან ძალიან გთხოვთ, ნუ რა ნუგველაპარაკება ჩვენ პოლიტიკოს, რაღაც ესეთი ტრენდია, რომ ყველა არა თქვენზე არ მაქვს საუბარი. ისეთი ტრენდია რომ თურმე პოლიტიკოსებს შეიძლება გადაუარო, იმიტომ რომ შენ მედიაში ზიხარ და არავის არ აქვს უფლება რომ რაღაცა ისეთი თუნდაც ობიექტური თავისი აზრი თქვა ჟურნალისტებზე. იმიტომ ვართ ამ დღეში ჩვენ, რომ ესე თქვა ეს სტანდარტი, ისე როგორც პოლიტიკოსების სტანდარტი. ჟურნალისტების სტანდარტიც არის ასაწევი. ის რომ ვიღაც ჩემი გუნდის წევრმა შეიძლება ეს თქვა და ვინ თქვა ესეც დაასახელეთ საინტერესოა, თქვენ აი ეს არ გათავისუფლებს თქვენი გამონათქვამებისგან. თქვენ თქვენს გამონათქვამზე აგეთ პასუხი და თქვით რომ რამდენად გაქვს ჩემი წასვლა საზოგადოებაში გადასვლა გაქცევას და შეიძლება თუ არ ეს ტერმინი ვიხმაროთ. თქვენ ჩემი პოზიცია სად არის სტაგნაცია ეკონომიკური და სად არის აუზაური, აბა თქვი. მე გეუბნებით აი იმ კრიტიკული მედიის რიგი წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ ადგილს იყენებენ რომ გააჟღერონ. ბატონო მამუკა, ჟურნალისტების სტანდარტს ჩვენ თვითონვე მივხედავთ. ჟურნალისტები, მოდით მე სხვა კითხვას დაგისვამთ, გავიგე რაც წყენიათ და მე მაინც გეტყვით, მე და თქვენ მეგობრები ვართ. გარდა იმისა, რომ თქვენ ჩემი რესპონდენტი ხართ, უბრალოდ გეტყვით, რომ ჟურნალისტების კითხვების რევიზიას შევეშვათ ჯობს. არის ფიქრობთ არც ერთმა ჟურნალისტმა და არც თქვენ მათ რისკში, რომ მე თქვენთვის სწავლებას ვაპირებ. მე ჩემ მიმართ გამონათქვამებზე გახსენებთ და გთხოვთ დაზუსტებას. რამდენად ობიექტურად ეხმარეთ ეს გამონათქვამები. თქვენ ღმერთმა დამიფაროს, რომ მე თქვენ ან გასწავლოთ საყვანა გადაცემის, ან და კიდევ ერთ მქონდეს ამის, მაგრამ მეც მაქვს უფლება. ნუ გონიათ, რომ თქვენ გაქვთ მხოლოდ კითხვის დასმის უფლება. ასე გონიათ ძალიან ბევრს. ბოლო დროს თქვენ არ მოგეთხოვეთ კითხვაში, დასმულ კითხვაში უკვე პოზიცია გამოიხატება.